თუ ოდესმე რბოლა ისეთ ადამიანთან ერთად გინახავთ, რომელიც ფორმულა 1-ს პირველად უყურებს, ფრაზა „აბა ისინი ცოდოები არ არიან უკნიდან რო იწყებენ“, აუცილებლად გიქნებათ გაგონილი. ამ ხალხის ემპათია რასაკვირველია და დასაფასებელია, მაგრამ ბუნების კანონია ეგეთი. ადამიანი მაღლა დგას. ცხოველი კიდე დაბლა. აი ეგ თქვენი ვილიამსი კიდე სადღაც შუაშია გაგვეხებული. რასაკვირველია, ყველა გამარჯვებისთვის ვერ იბრძოლებს. ბეკმარკერებს კი თავიანთი წარმოდგენა აქვთ იმ ცირკში, რასაც ფიო გთავაზობს. ფორმულა 1-ში ყოველთვის იყო და იქნება პერფორმანს გეფი. განსხვავებით სხვა სპორტებისგან, ყველას იდენტური პირობები არ აქვს. ფეხბურთში ბურთი მრგვალია და საით გადაგორდება არ იცი. საბრძოლო სახეობებში კარგად ვინც მოემზადება, ის მოიგებს შხუბს, მაგრამ არა ავტოსპორტში. ტრეკი ყველასთვის ერთია, მაგრამ არა შესაძლებლობები. ეს იგივეა ორი სტუდენტი სიგნალების და სისტემების გამოსაზრზე შეაგდო. ერთს კალკულატორი მისცე, ხოლო მეორეს ორი აგური. გუნდი კი რაც უფრო ზუსტია, მით მეტი სირთულის გადალახვა უწევს. მაშინ რატომ არიან სპორტში თუ თავიდანვე იციან რომ გამარჯვებისთვის ვერ იბრძოლებენ? სპორტი რომ საინტერესო გახადოთ. წარმოიდგინეთ როგორი მოსაწყენი იქნებოდა რბოლა, მხოლოდ ტოპ 4 გუნდის 8 ბოლიდი რომ დადიოდეს. არა ლურჯი დროშები, არა პელეტონის შუაწელში უშეღავათო ბრძოლა და არც ის ემოცია, რაც მეათე გუნდის კულებს მოყვება. ვინაიდან ფორმულა 1-ში ხასიათი ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორედ ასეთ სულ გუნდებში ჩანს ის სულისკვეთება, რაც პილოტს აქვს. ესაა იმის მიზეზი, თუ რატომ გადიან სტაჟირებას დიდი გუნდის აკადემიის პილოტები ვილიამსებსა და ზაუბერებში. ბეკმარკერების ცხოვრება საშუალო სტატისტიკური სტუდენტის ასკავს. ორივე სპონსორები ცხოვრობს, ყოველი დღე თითქმის ერთნაირია და ზაფხულზე ორივე ისვენებს. გაგიკვირდება და ფორმულა 1-ში გუნდი უფრო მეტ შოულობს თუ იგებს. ესენი კი ვერ იგებენ. საარსებოდ მშობლებისთვის ფულის გამორთვება პრინციპში მხოლოდ Racing Bulls შეუძლია. დანარჩენები კი უბრალოდ სასპონსორო შეთანხმებებითა და pay-driver-ებით ცოცხლობენ. გაჭირებულ კაცს ქვაღმართში მიეწევაო და წარმოიდგინეთ რა საშინელება იქნება გუნდის უფროსისთვის ნიკოლას ლატიფის ბოილზე ყილის საწუწნი აბების სტიკერების მირტყმა. დეველოპმენტის ხარჯების შესამცირებლად მომცრო გუნდები ისეთ დეტალებს, რომელიც აუცილებლად განსხვავებული არ უნდა იყოს, სხვა დიდი გუნდებისგან ყიდულობენ. მაგალითად Racing Bulls-ი, რომლის დაკიდების სისტემა წინაწლის Red Bull-ის copy-paste-ია. ხოლო 22 Haas და Ferrari ზუსტად იგივე მანქანაა. ოღონდ ფერია განსხვავებული. ხანდახან ამ მაჩანჩალებს მთლიანი რბოლის თავდაყირა დაყენება შეუძლიათ. ლიდერის არ გატარება, როცა წრეზე არიან ჩამორჩენილები, არასაჭირო უსაფრთხოების მანქანები და ინციდენტები, რომლებიც როგორც რბოლას, ისე ჩემპიონატს 180 გრადუსით ცვლის. 2018-ის სან-პაულოსა და წრეზე ჩამორჩენილმა ესტებან ოკონმა მაქს უჯიკა, რასაც საფასუხო რეაქციას მოყვა. 2010-ის აბუ-დაბი, სადაც ვიტალი პეტროვმა ფერნანდო ალონსო კბილებით შეაკავა და 21-ის ფინალი, სადაც მიკ შუმახერმა მამამისის რეკორდული 7 მსოფლიო ჩემპიონობა ისევ თანარეკორდულად დატოვა. ერთის შეხედვით კი ჩამოუწერეთ ბეკმარკერები, მაგრამ სპორტში ყველაფერი ხდება და გაგიკვირდებათ მაჩანჩალებიც იგებენ. სწორედ ასეთი კადრების გამო ფორმულა 1-ის ყურება. ტორო როსო, რომელმაც Red Bull-ზე ადრე მოიგო გრან-პრი, პიერ გასლის მონცა რადგის მხოლოდ. ასევე ბოლოს მომხდარი ნიკოს პოდიუმი, რა თქმა უნდა მოგება არა, მაგრამ მაინც. ეს ყველაფერი გონკიას ისტორიას გავს. უბრალოდ ქოშის მაგერად ბეკმარკერებს წითელი დროშები ეგებათ. ფორმულა 1-ში რკინის ნერვები რომ უდიდეს როლს თამაშობს, ეს ყველა მიცით. ბეკმარკერი ბოლიდის მართვა კი იმაზე რთულია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ყოველი მხრიდან სტრესი და წნეხი, შენ თავს ახტები, მაგრამ კვალიფიკაციაზე მაინც ერთი წამით ნელი ხარ. იქეთ გუნდი გეჩხუბება, რომ მე-17 ადგილი მათი სადარი არაა. იქეთ მამაშენი ძმაკაცი, რომელიც 7 წლიდან გასპონსორებს. ხოლო ერთადერთი, რასაც ტრასაზე ხედავ, ლურჯი დროშებია. Mikey, blue flags. ასეა თუ ისე ანდერდოგები ყველას გვიყვარს. ეს ხალხი გვახსენებს, რომ თუ მონდომება და მიზანდასახულობა გვექნება, ფორტუნა ზოგს ადრე, ხოლო ზოგს გვიან აუცილებლად გადმოგხედავს. ბეკმარკერები გვაძლევენ დრამას, ფილერ ეპიზოდებს Drive to Survive-ში, მიმებს და იმ ლამაზ ბოლებს, რომლითაც მეგობრებს ყურებას ვაწყებინებთ. ტრადიციულად შემდეგი ვიდეოს იდეები კომენტარებში დაწერეთ. ხოლო როცა შემდეგ რბოლას საყურებლად ჩავსხდებით, უკან არიგებსაც მიაქციეთ ხოლმე ყურადღება.